მაშასე ოცნების საოცნებო დაპირება რა უფრო სჭირდება დღეს ხალხს უმუშევრობის და ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაზე ხელისუფლებისგან დაპირება თუ იმავე ხელისუფლების პირობა კონსტიტუციაში ოჯახის განსაზღვრაზე არის თუ არა ეს წინასაარჩევნო სვლა ოცნების მხრიდან ოპოზიცია აცხადებს რომ სუსი ხალხს დასდევს აშინებს აშანტაჟებს ქვეყანაში უმუშევრობა ყველა კვლევაში ისევ ძალიან მაღალია ამ დროს კი პრეზიდენტის წინააღმდეგ რევანში და რეფერენდუმი რატომ არის მთავარი თემა ხსნით დებატებს ქართული ოცნება ოთარ აბესაძე ბლოკი პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის ლევან ხაბეიშვილი სანდრო ბრეგაძე რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფის წევრი და ასევე მოძრაობა ეროვნულების ლიდერი ბესო ჩუბინიძე ჟურნალისტი და ეროვნული ფორუმის უკვე მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო დარსავეიძე ასევე ბლოკი პაატა ბურჭულაძე ამ განსხვავებით რომ ნინო გირჩს წარმოადგენს ლევანი კი გიორგი ვაშაძის გუნდს და ორივე ერთად პაატა ბურჭულაძის მოძრაობას მოკლედ ძალიან საინტერესო დისკუსია უნდა გავხსნათ მე მივესალმები ჩვენ სტუმრებს დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს რომ დაგვთანხმდით გადაცემაში მონაწილეობაზე და სანდრო ბრეგაძისგან უნდა დავიწყო რა საკვირველია პასუხის მიღება სანდრო აუნთო თუ არა თქვენს ჯგუფს თქვენს მოძრაობას რეალურად გიორგი კვირიკაშვილმა მწვანე შუქი რომ დაიწყოს შეტევა საქართველოს პრეზიდენტზე მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი მოგესალმებით პირველ რიგში მინდა აღვნიშნო ერთი რამ რომ მიუხედავად ჩემი თქვენ დამიღმა პატივისცემისა თქვენ კომენტარში გამოიკვეთა რომ თქვენ ხართ ტენდენციური როდესაც საუბრობთ იმის თაობაზე რომ ეს ისედაც არის და რა საჭირო არის რომ ეს კიდევ ერთხელ დაფიქსირდეს რას გულისხმობთ რომ მე ვარ ტენდენციური მე დავსვი კითხვა არჩევნებამდე თვენახევრით ადრე როცა ყველანაირი გამოკითხვებით ქვეყანაში ხალხის მთავარი პრობლემა ეკონომიკა სოციალური გაჭირვება უსამსახურობა და უფულობა არის ეს თემა ასეთი მნიშვნელოვანი ამას თუ გულისხმობდით ჩათვალეთ რომ მაშინ ვარ ტენდენციური კი ბატონო თქვენ თვლით რომ არ არის და ეს თქვენი მოქალაქეობრივი პოზიცია და რა თქმა უნდა თქვენ გაქვთ ასეთი პოზიციის ქონის უფლება. ეხლა რაც შეეხება თვითონ საკითხის ესე დასმას. რა თქმა უნდა ხელისუფლების მოვალეობა არის რომ უმუშევრობის პრობლემა გადაწყვიტოს და ეს არის უპირველესი მოვალეობა. რა თქმა უნდა ხელისუფლების მოვალეობა არის რომ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა გადაწყვიტოს. რა თქმა უნდა ხელისუფლების მოვალეობა არის რომ ეკონომიური პროცესები წარემართოს ისე რომ ქვეყანაში ქვეყანიდან გამდიდრდეს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ამავე დროს ხელისუფლების მოვალეობა არის, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ასახული იყოს ის ზნეობრივი მორალური კრიტერიუმები, რომელი ტრადიციებისაც საქართველოს მოსახლეობა და ქართველი ერი ცხოვრობდა საუკუნეების მანძილზე. თქვენ და თქვა თქვენერად მოაზროვნე ადამიანები ფაქტობრივად, როდესაც ამბობთ, რომ აი ეს არის პრობლემა და ეს არ არის პრობლემა და ამაზე არ უნდა ვიზრუნოთ, გამოდის რომ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ქვეყანაში, სადაც იქნება კარგი სამსახურის მქონე, მაძღარი ჰომოსექსუალები. არა ხართ მართალი, სანდრო, მით უმეტეს არ ხართ მართალი, როდესაც მე მადანაშაულებთ ამაში, მაპატიე. მე ამ ბრალდებას არ მივიღებ. ერთი რამე იცოდეს ყველა. არ არის ეს ჩემი ნათქვამი, თქვენ ახლა ინტერპრეტაციას საერთოდ ყველა მიცოდეს ერთი რამ. ერთი რამ მიცოდეს ყველა. რა თქმა უნდა, სოციალური პრობლემები მოსაგვარებელი არის, მაგრამ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას ჰომოსექსუალიზმის როგორც ყველაზე სასურველი რამის წარმოჩენას ქართული ტრადიციების, ქართული ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას ქართველი ერი და საქართველოს მოსახლეობა არასოდეს არ დაუშვებს. რაც არ უნდა აქ ეხლა მარგინალური პოლიტიკური ჯგუფები გამოიყვანოთ, რომელიც გიგა ბოკერიას ხელში არიან გაზრდილები და აღზრდილები და რომლებიც დღესაც იკვებებიან ოდესიდან მიხეილ სააკაშვილის მიერ გადმოგდებული დოლარებით და რაც არ უნდა ეს ადამიანები ალაპარაკოთ და რაც არ უნდა პიარი გააკეთებინოთ რომ ეს ისედაც ესე არის და მოდით პირველი პრობლემა ეს არის მეორე პრობლემა ეს არის მესამე პრობლემა ეს არის საქართველოს მოსახლეობა ქართველი ერი მაინც არ შეეგუება ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას ჩვენს ქვეყანაში და მე ვარ ბედნიერი იმითი რომ ჩვენ აბსოლუტურად მე გეტყვით ზუსტად 400 ლარი დაგვიждდა რეფერენდუმისთვის 200,000, უпростоოდ 250,000 ხელმოწერის და შემდგომში 9 მილიონი ხელმოწერის მოგროვება და მე ვარ ბედნიერი იმით რომ ხალხი თავად მოდიოდა, თავად მიქონდა ბლანკები და თავად ავსებდა ყველაფერს. სანდრო, ერთი კითხვა, მე სხვას უნდა დაუსვა, მაგრამ თუ შეიძლება დამიკონკრეტეთ, მე რის თქმა მინდა ბოლომდე მაცადეთ. რა შეიძლება გაგეკითხოთ და შემდეგ თქვენი სათქმელი ბოლომდე. ანუ როცა თქვენ ამბობთ რომ ხელს უწყობენ ეს ადამიანები და
მეც მიმართვალეთ მათ შორის ამ პროპაგანდას და აქვე თქვით რომ ეხა მე უნდა გამოვიყვანო გადაცემაში ადამიანები ვინც ოდესიდან სააკაშვილის გადმოგდებული დოლარებით იკვებებიან გიორგი მარგველაშვილსაც გულისხმობთ პრეზიდენტს რომელმაც გიორგი მარგველაშვილი გახლავთ გიგა ბოკერიას ხელის ბიჭი პირდაპირ შემიძლია გითხრათ ეს არის გიგა ბოკერიას მონა მორჩილი და ის არის ასევე როდის დაემორჩილა კი მაგრამ გიგა ბოკერიას პრეზიდენტი მარგველაშვილი მთელი 2012 წლამდე არჩევნების წინ გიორგი მარგველაშვილი არ გინახიათ 2012 მთავარი ვინც ებრძოდა სწორედ ნაციონალურ მოძრაობას ის ჩემი რესპონდენტი იყო ხო ხუმრობთ ახლა არ ხუმრობ ხო მაშინ მე გეტყვით გიორგი მარგველაშვილი იყო ქართული ოცნების ყველაზე კარგი ხელის ბიჭი ანუ სანამ ის პრეზიდენტი გახდებოდა იცით როგორი ბიჭი იყო აი კარგი ბიჭი კარგი კი არა მე ესეთ ბიჭებს კარგი ბიჭებს არ ვეძახი ის იყო ყველაფრის უთხვი აღსრულებელი ბიძინა ივანიშვილის ყველა სურვილის უთხვი აღსრულებელი და ეს ადამიანი იცით ალბათ ფიქრობდა აი გაძელი გიორგი გაძელი გახდი პრეზიდენტი შედი პრეზიდენტის სასახლეში და შემდგომში უკვე ის კომფორტი მოიწყო და მე რასაც გინდა იმას ვიზამო მაგრამ ეს არის ბიძინა ივანიშვილის და გიორგი მარგველაშვილის უბრალოდ მე არაერთხელ მიმართებ ბიძინა ივანიშვილის ადამიანს რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ და რომელმაც მართლა 2012 წელს მოგვაშორა ის ჭირი რომელსაც სააკაშვილი ეწოდებოდა მე ამ ამaks ბიძინა ივანიშვილს არასოდეს არ დაუკარგა მაგრამ აი კიდევ ერთხელ მიმართა ბატონო ბიძინა 4 მილიონი კაცი აი ეს მარგველაშვილი სადიპოვეთ უბრალოდ მადლობა სანდრო დაგიბრუნდები განსაკუთრებული ნიჭი უნდა რომ ესეთი სულელი გეპოვათ და დაგესვათ პრეზიდენტის ეხლა მთავარი პრეზიდენტზე საუბრობთ მე არ მინდა რომ ჩემ სტუდიაში ქვეყნის პრეზიდენტზე ასე ქვეყნის პრეზიდენტი ის არ არის ქვეყნის პრეზიდენტი იყო ზვიად გამსახურდია ზვიად გამსახურდია იყო ქვეყნის პრეზიდენტი ეს არის შარლატანი ჩვეულებრივი ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ უსულო საგანი რომელიც დადო მან იმაზე სკამზე რა ეხლა თქვენ ეხლა დამიწყებთ იმ მტკიცებას რომ მარგველაშვილმა მიიღო თვითონ ხმები და ისე გახდა პრეზიდენტი თავისი ოჯახის წევრების და კარის მეზობლის მეტი არავის ხმა არ მიუღია ამ ადამიანს თუ ვაშკაცი არის და თუ მართლა პრეზიდენტობა უნდა ადგეს ბიძინა ივანიშვილის ნაჩუქარი თანამდებობა დაუბრუნოს ბიძინა ივანიშვილს უკან ესე მოიქცეოდა ვაშკაცი ადამიანი და იყაროს მარტო კენჭი მაგრამ ამ შემთხვევაში იცის რომ იმ მრავალმილიონიან სასახლეში ვეღარ მოხდება იმ დროს ვეღარ გაატარებს და მოიცადეთ დამამთავრებელი ბოლომდე სხვა სტუმრებთან გადავალ და ისევ დაგიბრუნდეთ თუ არა იმ პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტთან საბრძოლველად კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ თქვენზე არ ვამბობ მაგრამ ეს ხალხი ცდილობს რომ საქართველოში დანერგოს რაღაც ჰიბრიდი ბოკერიას იმით ჰაბიტუსის მქონე მაძღარი ჰომოსექსუალები ქართველი ერის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება არის მისი სულიერება არასოდეს საქართველოში პოლიტიკური თუნდაც რევოლუცია თუნდაც გადატრიალება თუნდაც სულიერება არ ხდებოდა რაღაც საჭმლის და რაღაც ესეთი აი ცხოველური ინსტინქტების დონეზე და ნუ დაგყავთ ქართველი ერის ფუნქცია ცხოველურ ინსტინქტებამდე ჭამამდე სმამდე და გართობამდე ქართველი ერი ბევრად მეც იმსახურებს ვიდრე თქვენ გაქვთ ეს შეხედულება ქართველ ერზე მადლობა ამ შემთხვევაში იმედია მე არ მომართავ თქვენ არა იცით ვისაც გულისხმობ იმ მასხარას რომელსაც პრეზიდენტი ეწოდება ძალიან გთხოვთ და სანდრო მე არ მინდა ამ სტუდიაში ქვეყნის პრეზიდენტის შეურაცხყოფა ვისმინოთ. დაგიბრუნდებით სანდრო ბრეგაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში მე გადავალ მაშინ ახლა ლევან ხაბეიშვილთან ოდესიდან გადმოგდებული დოლარები რომელიც გალაპარაკებთ იმ ყველაფერს რა არგუმენტაციითაც თქვენ ეწინააღმდეგებით ამ ტიპის საკონსტიტუციო ცვლილებებს კომენტარით მინდა დავიწყოთ თქვენი ლევან ძალიან მოკლედ პირველ რიგში მოგესალმებით მისალმებით მაყურებელს დღეს ცოტა რაღაც და უცნაურად გაიხსნა თავრობის თემა მაშინ როდესაც ქვეყანაში აბსოლუტურად სხვა რადიკალურად სხვა პრობლემებია და სხვა მიმართულებით უფრო მეტი აქვს გასაკეთებული გიორგი კვირიკაშვილის და სხვა მიმართულებით მეტი აქცენტებია დასასმელი ეს ადამიანი გამოვიდა და დაიწყო ის სპეკულირება რა სპეკულაციას ეხლა დღეს ჩვენ ვსაუბრობთ და პატივცემული ფაქტობრივად რამდენიმე წუთის განმავლობაში თელ ერს არიგებდა ჭკუას როგორ უნდა იყვნენ ჰომოსექსუალები და ასე შემდეგ ანუ მე ვფიქრობ რომ ქვეყანაში ბევრად მეტი პრობლემაა მაგალითისთვის ერთი კონკრეტული მაგალითს მოვიყვან ხო მაშინ როცა ჩვენი ასე ვთქვათ პარტიის აქტივისტებს დაძდებს სუსი უთვალთვალოს მე აქ წამოვიღენგა ფოტომასალა რომელიც მინდა რომ გადმოგცე და საზოგადოებამაც ნახოს ეს არის მაგალითად გუშინდელი ფოტოები ეს არის იუსტიციის სახში გადაღებული ფოტოები რომელზეც ასევე ჯერ პასუხი არ მიგვიღია ეს ადამიანი თია წულუკიანის ფოტოგრაფია თუ რატომ იმყოფოდა მეორე სართულზე როცა ჩვენ იქ რეგისტრაციას გავდიოდ და გვითვალთვალოთ და გვიღებდა ანუ ესე გიღებდი ანუ ეს არის ათეულობით ესეთი ფაქტი რამდენიმე ფოტო წამოვიღე ხა მის დასადასტურებლად და ასევე ინგა გარდა სუსი რომ ასე ვთქვათ ერევა და გარკვეულწილად სხვა პოლიტიკურ პარტიებს უშლის ხელს მუშაობაში ასე მე მინდა გითხრათ რომ ქვეყანაში
უხაროთ არის ადმინისტრაციული რესურსების საკმაოდ ესეთი მობილიზება სახელმწიფო პარტიისთვის, სანამ ეხლა მე სავარაუდოდ მომეცემა კიდე სიტყვა და ერთ კონკრეტულ ფაქტზე ვისაუბრებ, მე წამოვიღე დღეს და სპეციალურ განცხადებასაც მინდა გავაკეთო 2016 წლის 12 აგვისტოს მცხეთის მუნიციპალიტეტის დადგენილებაა, სადაც ჩაწერილია ინგა რომ სოციალური დახმარება შეიძლება მიიღოს, რა თქმა უნდა, სოციალურად დაუცველმა, რა თქმა უნდა, ომის ვეტერანმა ასე შემდეგ და ასევე ერთში მითითებულია მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლები. ანუ ჩვენ მაშინ როცა 200.000 ანუ 100.000-ობით სოციალურ დაუცველ იყოს, რომელიც ლუკმაპურს ელოდება და რაღაც დაახლოებით 17 ლარიანი თუ 7 ლარიანი დახმარებაა ყოველთვიურად ერთ სულზე და ამ თანხას ელოდებიან, მცხეთის საკრებულოს ჩაწერა დადგენილებაში, რომ თურმე გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლებს, რომელსაც ისედაც უხდი ჩვენ ხელფასებს, პრემიებს, დანამატებს, ასევე მათი სოციალურად ჯანმრთელობის დაზღვევაც, ასევე ბიუჯეტიდან ფინანსდება, თურმე ამ ადამიანებისთვისაც შეიძლება სოციალური დახმარების გაწევა. ეხლა მე მინდა რომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდო, ეს არის მცხეთის მუნიციპალიტეტის დადგენილება. მე არ გამოურიცხავ და ჩვენ რა თქმა უნდა ამას შევისწავლ და სხვა მუნიციპალიტეტებიდანაც გამოვითხოვთ. ხომ არ არის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში იგივე დადგენილება მიღებული და ხომ არ მოხდება ამ თანხების ერთი კონკრეტული პარტიისთვის მიმართვა. მაგალითისთვის, ეხლა მე აქ რო ჩანაწერი გაჩნდა მაგალითად რომ თანამშრომელმა შეიძლება და საკრებულოს წევრმა შეიძლება აიღოს სოციალური დახმარება. რა გარანტია გვაქვს ჩვენ რომ ბიუჯეტის სახსრები არ მიემართოს მაგალითად რომელიმე მუნიციპალიტეტის თანამშრომელზე ან ქართული ოცნების დეპუტატზე და შემდეგ ამ თანხის გამოყენება არ მოხდეს არა მიზნობრივად. ანუ თქვენ ამბობთ რომ მაშინ როცა ასეთი რამ ხდება, უამრავი პრობლემა, რომელიც გამოიტანა დღეს პრემიერმა მთავრობის ხდომაზე არის არა რეალურია, სპეკულაციაა. ინგა მე ვფიქრობ რომ ქართველი ხალხისთვის ეს თემა ამ წუთას ეხა რაზე საუბრობდე, ვირას გვახვევს თავზე და ჩვენ თავადღებულად, მე მგონი რა ვიცი, მე დასწრული ადამიანები თავადღებულობენ გადაწყვეტილებას რა გააკეთონ, როგორ გააკეთონ, როდის გათხოვდნენ, როდის ცოლი მოიყვანონ და ასე შემდეგ. რა ვიცი, ხა მე არ გონია რომ ამ თემაზე ხა ჩაერიოს ისა კვირიკაშვილი და რაღაცა სპეკულირებასთან გვაქვს საქმე. ფაქტია რომ წინასაარჩევნოდ სხვა არაფერი არ დარჩენიათ ამ ადამიანებს და მეორეც მინდა დავამატო. ბატონი კვირიკაშვილი საუბრობს იმაზე, რომ მათი საარჩევნო პროგრამები და სლოგანები რო არის, რომ არჩევნების გამარჯვების მეორე დღიდანო ადამიანები იგრძნობენ რომ ჩვენ ეკონომიკურად გავზრდელთო. უკაცრავად მეორე დღიდან თუ შეიძლება ამის გაკეთება, არჩევნებამდე 46 დღეა დარჩენილი ბატონებო და აგერ მიხედეთ ხვალიდანვე, მიხედეთ ზეგიდანვე და გაუმჯობესეთ ეს სიტუაცია. დაგიბრუნდებით, რა სიტყვით თქვენ ოთარ აბესაძესთან გადავდივარ, შემდეგ ნინო დასაველიძე, ბესო ჩუბინიძე. ოთარ, ხელოვნურად შემოგდებული თემა, ოპონენტები თქვენი ფიქრობენ რომ ხელისუფლებას არაფერი აქვს 4 წლის თავზე სათქმელი ხალხისთვის და ამიტომ ეს თემა როგორ ძალიან გრძნობიარე თემა შემოიტანეს დაპირების სახით. მადლობთ მოწვევისთვის, მადლობა შეფასებებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც განპირობებულია სწორედ საქართველოს მოსახლეობის ნებასთან და მასთან დაკავშირებული პროცესი. მოვლენა, რომელიც ვითარდება დღეს და რომელიც პრემიერ-მინისტრმა გაახმოვანა, ეს არის საზოგადოების რამოდენიმე ასეულ 1000 ადამიანის მიერ ინიცირებული ხელმოწერით დადასტურებული დოკუმენტი, რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით ლევან. ეს არის სახელმწიფო ვალდებულება, რომ გარკვეული ადამიანების გაერთიანებების ნაზრები და ასე შემდეგ მოახდინოს რეაგირება წმინდად იურიდიულიდან გამომდინარე ჩარჩოებში. ეს არის ვალდებულება საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების და არა სპეკულაცია. როდესაც საქართველოში გროვდება 500.000-მდე, თუ არ ვიცი ზუსტი კალკულაცია არ მინდა რომ შევწე და მოსახლეობა შევიყვანო შეცდომაში, ხელმოწერა პირდაპირ მნიშვნელობით ვალდებულია პოლიტიკური ხელმძღვანელობა და მათ შორის პრემიერ-მინისტრი რომ ამაზე მოახდინოს რეაგირება. რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიას. მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები და მისი წინასაარჩევნო კამპანია ეს არის დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში ყველაზე უფრო მშვიდი და მისაბაძი, რაც საქართველოში ოდესმე ყოფილა. და თქვენ შეგიძლიათ შეადაროთ ყველა სხვა არჩევნებს და მის პროცესს, დღევანდელი პროცესი ლევან. ეს არის ცალსახად ღია გამჭვირვალე პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდ საარჩევნო კამპანიას, მათ შორის თქვენთვის, როგორც პოლიტიკური სუბიექტისთვის, რომ თქვენზე არ იყოს ხელშეშლა და ასე შემდეგ. კონკრეტული ფაქტები დღეს ცხოვრობთ 21 საუკუნეში. პრინციპში დღეს საქართველოში არავის არ გაუკვირდება, არანაირი ტიპის დევნა დღეს საჭირო არ არის ლევან. დღეს მე თქვენ მომართავ გამიგეთ მე მომართავ მაშინ გეტყვი. მე თქვენ ლევან ჩვენ შევთანხმდით. თუ საუბრობ, ესაუბრე საზოგადოებას მომართავ და ეხლა გეგონო საზოგადოება უნდა ხონში ვაში არ მოგცეს ოფისის აღების საშუალება. კულტურა ვინაიდან საზოგადოება ისმის და თუ შეიძლება მიეცი მას გამოიტანოს ნაზრები ჩვენი საუბრიდან. მადლობთ შეფასებისთვის. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ დღეს ხელისუფლებას არამც და არამც არ ჭირდება. დღეს ქართული ოცნების გუნდი არის გარანტია იმის, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას ექნება თანაბარი პირობები და შესაძლებლობა, რომ მიიტანოს ამ მომხრეებთან საკუთარი ხმა და პოზიცია, რომ არ იყოს არანაირი კითხვის ნიშნები 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში. შესაბამისად, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ქართული ოცნების გუნდი დიახაც არის გარანტია იმის, რომ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება სამაგალითო დამოუკიდებელი
მოკლე არა ოტო მაშინ მიპასუხოს არა ოტარმა მიპასუხოს რა ოტარმა მიპასუხოს მაშინ დავასრულებ კი ბატონო კითხვა მაქვს მიპასუხე აი აბიძეს რომელსაც არ მიცეს ოფისის აღების საშუალება ოფისში შევიტანეთ ინვენტარი მე სუსის წარმომადგენელი მივიდა და მეორე აი შეტანილი ინვენტარი გამოგვატანეს უკან ამაზე განცხადებაც გავაკეთეთ კონკრეტული სახელი დაგვარებით თქვა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაიბერეს ეს ადამიანი სად არის გამოძიება რატომ არ დაიჯერეთ მადლობა ლევან ამდენი ათეული ფაქტი მაქვს გევანდელი ლევან მეგონი თქვენ არ გახსოვთ რა იყო რეალური სახელმწიფო ბერკოტი და ჩარევა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ადარებს თქვენს დღევანდელ სიტუაციას ტყუილია და საზოგადოება ამას ძალიან კარგად ხედავს და იცნობს როგორ ერეოდა სახელმწიფო ინსტიტუტები ნინოსთან უნდა გადავიდეთ საპარლამენტო არჩევნებში მადლობელი უნდა ვიყო დღეს სახელმწიფო ჩარევა ეს არის ტყუილი დღეს დევნა და მუხარა პოლიტიკური არის ტყუილი და ეს არის მორიგი პროვოკაცია მადლობა ოთარ მადლობა ლევან შემოდიან საუბარში ნინო დარსაველიძე და ბესო ჩუბინიძე თუმცა მანამდე სანდრო ერთი კითხვა უნდა დაგისვათ აი მომენტალურად თემა რითიც ჩვენ გავხსენით საუბარი გადავიდა სულ სხვა პრობლემაზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ანუ ისევ დაიწყო სოციალური თემები სუსი და ასე შემდეგ ამიტომ დაგისვით ეს კითხვა წინა საარჩევნოდ რამდენად ეს არის თქო ადეკვატური იმ პრობლემებთან რაც აწუხებს ქვეყანას მე თებერვალში გადავდექი გახდით ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით მაშინ არ იყო წინა საარჩევნო კამპანია ну ჩვენ და სამწუხაროდ ვერ მოხერხდა იმ ხმების რაოდენობის მოგროვება პარლამენტში და მოვიდა დღევანდელ დღემდე აქედან გამომდინარე ხა დროს ამ შემთხვევაში არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა რაც შეეხება პოლიტიკურ დისკუსიას ეხლა პოლიტიკურ დისკუსია იგივე ქართულ ოცნებასა და თქვა ბატონი ბურჭულაძის პარტიას შორის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და მე ამას აბსოლუტურად ნორმალურად უყურებ თუმცა ეს საკითხი რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ და ამ საკითხზე არ ყოფილა პოლიტიკური დისკუსია ხო და ამას გეკითხები სანდრო დავიწყეთ ეს არის ზეპარტიული საკითხია თემებზე გადავიდნენ ეს საკითხი მე ვარ ახლა ამ საკითხზე კონცენტრირებული ეს არის ზეპარტიული საკითხი და ერთ რამეს გეტყვით მართალია მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ბანდამ თავის დროზე ეჭქვეშ დააყენა რომ 100,000 ქართველი არ დაღუპულა მაშინ როდესაც მას თხოვეს ღვთისმშობლის ხატზე ფეხის გადაბიჯება მაგრამ ეს არის ისტორიული მოვლენა 100,000-მა ქართველმა თავი შესწირა თავის რწმენას და არა იმას რომ წვადი უნდოდა ან ხინკალი უნდოდა აი ეს განსხვავება არის ჩემო კარგებო მე კიდევ ერთხელ გიმეორებთ რომ ბოკერია სააკაშვილის გივით არ გამაძეს აი ამ საშინელ რაღაცა ვიღაცა სოროს რა ვიცი შეთელი ჩაუბნენ რაღაც ამ მასას სულს და სურდა ხარონ ქართველები ექცია რაღაცა ჰომო ფაბერის მაქს ფრიჩის შესანიშნავი ნაწარმოებები წარმოებელი ადამიანის მსგავსი პიროვნებები რომლებიც იქნებოდნენ სულიერად დაცლილები რომლებიც გაერთობოდნენ კაზანტიპზე და შეჭამდნენ მწვაძს და იქნებოდნენ მაძღრები თანამედროვე ლუარსაბ თათქარიძეები და ვინც ესე საუბრობს ის ქართველ ერს აყენებს უდიდეს შეურაცხყოფას ქართველი ერი პირველ რიგში არის სულიერება პირველ რიგში არის ზნეობა მორალი რწმენა და შემდგომში არის ყველაფერი სხვა რაც აქედან მომდინარეობს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლამ გამოიყვანა 90-იანი წლების დასაწყისში ხალხი ქუჩაში და არა იმან რომ კომუნისტების დროს ჩვენ გვახსოვს სკოლებში კარაქის ტალონებს გვაძლევდნენ ამან გამოიყვანა და ნუაყენებთ ქართველ ერს შეურაცხყოფას ქართველი ერი თქვენზე არა მაგვენა აი იმ ხალხის მდაბიო მოსაზრებებზე და მდაბიო სურვილებზე ღორმუცელობაზე ბევრად მაღლა დგას და ეს უნდა გაითავისოს მადლობა სანდრო დაგიბრუნდები კი ბატონო დიდი მადლობა გადავდივარ ნინო დარსაველიძესთან და ბესო ჩუბინიძესთან ისინი შემოგვიერთებიან ბესო ეროვნულმა ფორუმმა ჟურნალისტი წარადგინა გუშინ მაჟორიტარობის კანდიდატად ნინო დარსაველიძე გირჩი პაატა ბურჭულაძის მოძრაობა ნინო აი ეს არის დაუშვათ სათქმელი საინიციატივო ჯგუფის აქ სტუდიაში თემა წავიდა უკვე სხვა თემებში სიღრმეებში გადავიდა და აღარც ლევანს და არც ოთარს თითქმის აღარ უდავია და უდებატიათ ამ რეფერენდუმის საკითხზე ფაქტია რომ დღეს მთავრობის ხდომა პრემიერმა გახსნა ამ თემით რას ნიშნავს ეს თქვენი აზრით ერთი წამი მინდა უპასუხო ბატონ სანდროს რომელმაც რატომღაც გადაწყვიტა რომ ქართველი ერის მორალი სადარაჯოზე უნდა დადგეს რაც სრულიად აღმაშფოთებელია იმიტომ რომ მე ძალიან მეპარება ეჭვი რომ ბატონ სანდროს ეპარებოდეს ეჭვი საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაში აი ამ მთელი წლების მანძილზე როდესაც საკონსტიტუციო ჩანაწერი არ არსებობდა და თუ ეს ეგზნობს თავს ძალიან ტრაგიკული არის ეს მისთვის და ეს არის ქართველების
თვის ადამიანებისთვის, ეს არის ადამიანებისთვის შეურაცხყოფის მიყენება, რომ აი ჩვენ თურმე ვერ გადავწყვეტ როგორ ვიცხოვროთ თუ კი კონსტიტუციაში არ იქნება ჩანაწერი მიტანა. ვინ მოგცა თქვენ ბურჭულაძე ადამიანი რომელიც ვითომ ეკლესიას აშენებს ეს აზროვნებს პაატა ბურჭულაძე უნდა მიიღოს ერთი უკანახოთ საქართველოს მოქალაქეებს როგორ უნდა იცხოვრონ, ვისთან უნდა იცხოვრონ და ვისთან უნდა აწარმოონ ასე ვთქვათ პირადი ცხოვრება. თქვენ ეს არანაირად არ გეხებათ, ხო? ანუ ამას არეგულირებს ბუნება, ამას არეგულირებს რაღაცა საკუთარი შინაგანი ყოველები. თუ ბატონ სანდროს ჭირდება საკონსტიტუციო ჩანაწერი იმისთვის რომ უკაცრავად და იცხოვროს ქალთან, ნუ ეს მისი პირადი პრობლემა არის რა, მაგრამ ეს სანდრო ეხა გაგიჟდება და ვეღარ გავაკონტროლებს რაც შეეხება იმას პრემიერის განცხადებას, ხო? ნუ აი იმის ფონზე რაც გუშინ ქნას უსმახოთ, ან აი ეს სპეცსახურები ხო ძალიან დიდი ხანია მუშაობენ პოლიტიკურ ოპონენტებზე. ესე იყო წინა ხელისუფლების დროს, ესე არის ეხლა, ამას არავინ არ დათმობს, ხო? ეს არის ჩვეულებრივი თემის გადატანა რაღაცა უფრო ემოციურზე, უფრო სენტიმენტალურზე, სპეკულირება რაღაცა გზნობებით და ფობიებით, რომელიც არის და თან მინდა დავაყოლო, რომ აი თუ თქვენ გადართავთ რუსულ არხებზე, ხო? ზუსტად იგივე ნარატივი მიდის, რომ აი ევროპა ჩვენ რაღაცა გვყნის და ამისთვის ჩვენ გჭირდება დაცვა სახელმწიფოს მხრიდან და ძალიან კომფორტული იყო მთავრობის ხდომაზე, დღეს ამას აყოლა და რაღაც თავდასხმა პრეზიდენტზე, იმიტომ რომ აი ეს გახდება სალაპარაკო თემა. ამ დროს ეს რეფერენდუმი ხო სრული სისულელია, არავის არ ჭირდება ეს, იმიტომ ანუ ეს არის წინასაარჩევნო თქვენი აზრით ნინო, იმიტომ რომ ეს არის გუშინდელი თემის გადაფარვა, მე მგონია რომ ეს არის რაღაცა წინასაარჩევნო, აი იმ რაღაცა თემების წამოწევა, გაუგებარი თემების წაუწევა, სპეკულირება რაღაცა შიშებით, რაღაცა მორალზე ლაპარაკი, აი რა მორალზე გველაპარაკება ეს პოლიტიკური სუბიექტი გაუგებარია ჩემთვის, იმისთვის რომ ყურადღება გადავიდეს იქიდან, რომ ადამიანებს არ აქვს სამსახური, ადამიანებს არ აქვს საჭმელი, ის რომ 12 მილიონზე მეტი დაიხარჯა იმაზე, რომ აი ხეები გადააქვს ერთი ადგილიდან მეორე ადგილში, ამ გადარგვაზე, გადმორგვაზე და აი ამ ქვეყანაში ხე ნარმანიას გარდა არავის არ უნახავს, რამდენი ხანია ხო, ამ მწვანე საფარი არ არსებობს, ხო? აი აქედან გადატანა, რომ იფლანგება ეს ფული, რომ დაზღვევა არ მუშაობს, აი ყველა რო არის დაზღვეული და ვერავინ ვერ სარგებლობს ამ დაზღვევით. აი აქედან გადატანა იმაზე, რომ თურმე თუ საკონსტიტუციო ჩანაწერი არ იქნება მიღებული, ბატონი სანდრო ხვალ გახდება ჰომოსექსუალი და ვერაფერი ვეღარ დაიცავს მას. ოთარ აბესაძე აპროტესტებს, რომ ტყუილს ამბობსო დაზღვევასთან დაკავშირებითო, ოთარ უპასუხებს და ძალიან დიდი ბოდიში რა, მოდით მაგალითებით ვილაპარაკოთ. მე მყავს მეგობარი, რომელსაც მკერჩი აქვს კეთილთვისებიანი სიმსივნე და მას უარს ეუბნებიან მის ამოჭრაზე, იმიტომ რომ შენ ეს არ მოკლავს. ამასობაში იზრდება ეს. აი კონკრეტული მაგალითი როგორ მუშაობს თქვენ. ოთარ უპასუხე და ბესო ჩუბინიძესთან ძალიან ბევრმა ისარგებლა ამ დაზღვევით, მაგრამ ძალიან ბევრმა ვერ ისარგებლა ამ დაზღვევით. მადლობა ნინო, მოусმინოთ ოცნების პასუხს და ბესოსთან გადავდივარ შემდეგი შეკითხვით. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ერთი დეტალი, რომ ზოგადად აუცილებელია საუბრობთ წინასაარჩევნო პოზიციაზე და არ ვსაუბრობთ ჩვენ იმაზე თუ რას ვპირდებით ან რა არის გაკეთებული. სწორედ რომ ჯანდაცვა ეს არის, მოდი ესე ვიტყვი, ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომელთაც ისარგებლა პრაქტიკულად ყველა ბენეფიციარმა საქართველოში. ტყუილია და მე თქვენ გასრულებინებით თუ შეიძლება მე თქვენ გასრულებინებით მადლობ. ჩემ მეგობარი, რომელსაც არ აქვს იმის სახსრები, რომ გაიკეთოს ოპერაცია და მე თქვენ გასრულებინებით მადლობ. გიპასუხოთ, თუ გნებავთ რომ გიპასუხოთ, მაცადეთ, თუ არ გნებავთ, ილაპარაკეთ, კი ბატონო, არ არის პრობლემა. მადლობა დიდი. დიახ, თუ თქვენ მოდი ესე გეტყვით, რომ სწორედ რომ ყველა ბენეფიციარი ამ შემთხვევაში არის დაზღვეული სახელმწიფოს მხრიდან და ეს არის სწორედ ფუნდამენტური რეფორმა, სწორედ ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდის, რომ საქართველოში დღეს საქართველოში ადამიანს ოპერაციის გამო, ადამიანს ფიზიკური გაუსაზღვრელი მდგომარეობის გამო არ უწევს სახლის გაყიდვა, არ უწევს ვალების აღება და ასე შემდეგ. დღეს საქართველოში განათლების და ჯანდაცვის რეფორმა, რომელიც არის ფუნდამენტური და ორიენტირებული სწორედ საზოგადოების დაკვეთაზე, ორიენტირებული 2012 წლის მოსახლეობის პირდაპირ მნიშვნელობით სურვილზე და შეხვედრაზე ეს ასრულდა. მე ამას ვერ მივიღებ და გამორიცხულია, ვინაიდან თქვენ შეგიძლიათ მითხრათ ერთი, მე შეგიძლია გითხრათ ასობით 1000 ბენეფიციარი, რომელსაც დაუფინანსდა ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირადღირებული ოპერაციები საქართველოში და ეს გაგრძელდება აუცილებლად. თქვენ თუ არ ჭირდებათ ეს თქვენი არჩევანია, თქვენ ალბათ ზეციუზე და მე რეალურზე რომელშიც ყველანი ცხოვრობს ძალიან კარგად ხედავ, აი რომ არავინ არ არის. მინდა რომ უპასუხო ძალიან დიდი ბოდიში. მოკლედ თუ შეიძლება. თქვენ საუბრობთ იმას, რომ ვისაც ამის საჭიროება არ აქვს, რატომ? კი ბატონო, არსებობს ძალიან მრავალნაირი ფორმის კერძო დაზღვევის და ასე შემდეგ. თუ თქვენ არ იყენებთ და ხაღთ, ესე ვთქვათ, შესაძლებლობა რომ თქვენი სახსრებით ამ ამოწუროთ, თქვენი სამკურნალო ხარჯები და დანიშნულება, ეს თანხა გადანაწილდება, რა თქმა უნდა, სხვა ბენეფიციარზე. მადლობა ნინო, თუ გნება პასუხისთვის და ბესო გვიერდება. მე უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ ძალიან მიხარია, რომ აი დიალოგი გადავიდა აი ამ რესებზე იმ პრობლემებზე, რომელიც რეალურად არსებობს და არა ის რაღაცა ცუციდან
სისულელე, რომელზეც ერთი წუთი შეიძლება ძალიან სანდრო და ბესოსთან უნდა პოლიტიკური ორგანიზაცია წიწვი თუ გირჩი ხო ეს ნაციონალური მოძრაობის ნარჩენი აი ნარჩენი რა აი წარმოიდგინეთ ნაციონალური მოძრაობა რა იყო და მისი მთხლე აი საშინელება აი ეს ადამიანები ამის ლიდერები ადამიანებს როდესაც აუპატიურებდნენ ციხეებში ტაშს უკრავდნენ ამას და ეს ქალბატონი ახლა გამოდის როგორც გიგაბოკერიას აი ეს გიგაბოკერი არის ამათი მშობელი ყველა არ ვიცნობ ბატონო როგორ არ იცნობ ძალიან კარგად ვიცნობ და დირექტივებსაც იღებთ მისგან აი ეს არის ყველაზე დიდი საშინელება იცი პატა ბუჭურაძის მინდა მიმართო დღეს უკვე ნათლად ჩანს თქვენი ფარისევლობა როდესაც თქვენ ერთი ხელით ეკლესიას აშენებთ და მეორე ხელით ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას ეწევთ აი ეს არის ყველაზე დიდი საშინელება და სწორედ ამიტომაც ერთი წუთი გააჩერეთ რა ეს ქალბატონი გააჩერეთ ნაციონალური მოძრაობის ნარჩენი და ნინო დარსაველი და მე აქ არ ვლაპარაკობ ბატონი პატა ბუჭურაძის სახელით ბესო დამეჩაგრა არა და პირველი ნარჩენი გააჩერეთ პოლიტიკაში შემოსვლის აი ჩვენი შეცდომა იცით რა არის რომ აი ესეთებს კოჰაბიტაციის შედეგად დღეს საუბრის უფლება არ უნდა კონდეთ საუბრის უფლება მაგრამ ესენი არიან დამნაშავეები ჩვეულებრივი ტიპის დამნაშავეები ამათი პოლიტიკური პარტიის ლიდერები ამ ქალბატონზე არ ვიძახი თვითონ მაგრამ პოლიტიკური პარტიის ლიდერები არიან დამნაშავეები რომლებიც ტაშს უკრავდნენ 7 ნოემბრის დარბევას 26 მაისის დარბევას ადამ გუტარობაქიძის მკვლელობას სხვა შორის რომლის დაბადების დღეც არის დღეს ირინა ელუქიძის მკვლელობას რომლის გარდაცვალების დღეც არის დღეს და უსირცხვილოები ესენი ეხა გიყურებენ თვალშია ეკონომიკაზე მელაპარაკებიან ეკონომიკაზე კი არა თქვენ ლიდერების ადგილი უნდა ყოფილიყო ციხეში რომ არა ის თავსმოხეული კოჰაბიტაცია რომელიც ჩვენ მოგვაქვს ზნეობა და მორალი რომ შორს არის გიჩისგან და წიწვისგან ეს ისედაც კარგად ვიცით ყველა. კარგი სანდრო, ძალიან სასაცილო ხართ, აი რა გავაკეთოთ. მადლობა, ბესოსთან გადავდივარ, ცოტა რომ განმუხტოთ ეს სიტუაცია. ბესო ჩუბინიძე ეროვნული ფორუმის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატი ისანში ბესო. კეთილი იყო შენი ფეხი ჯერ პოლიტიკაში და მითხარით თქვენი აზრი. თუ შეიძლება, როგორ ფიქრობთ, ადეკვატურია თუ არა საქართველოს სახელისუფლებო გუნდის ერთ-ერთი მთავარი დაპირება, როცა თქვენახევრით ადრე გაიცა ის დაპირება, რაც დღეს განცხადების სახით მოვისმინეთ გიორგი კვირიკაშვილისგან. ფაქტიურად საღამოშვიდობისა ინგა. შუადღემშვიდობისა თუ ასე ძალიან მინდა დაგიკონკრეტებ. მშვენივრად გამოიყურები, რუჯი გიხდება, კარგად დაგისვენია და მეორე. მე დასვენების მერე, მაგრამ არა. თემაზე გადავიდეთ. არ ვიცი რატო გამახსენდა ახლა მაინც და მაინც დიდი ჯანსუღის ცნობილი სიტყვები. კიდევ ვერ გავიგეთ ჩვენ ვისი როიალი ვის ვიოლინოშია მე როგორ ხვდები. ფაქტი ერთია რომ თემა რომელსაც ახლა განვიხილავ და რომელიც პრემიერ-მინისტრმა დღეს დააყენა პირველ საკითხად თურმე და შემდეგ კიდე რაღაცები. ჩემთვის ფრიად მისაღები თემა, ამ შემთხვევაში ბატონის სანდროს მსგავსად მაინც ასეთი რადიკალური არ ვიქნები, მაგრამ იმიტომ ჩავწეროთ ამ კონსტიტუციაში 21 საუკუნე მოვიდა და თურმე ვიღაცებს სჭირდებათ იმის განმარტება, რომ ოჯახი არის ქალის და კაცის ურთიერთობა. აბა რა, ოჯახი არის ქალის და კაცის ურთიერთობა. თორემ ჩვენ ნორმალურები ვარ და მე ქალბატონები მომწონს და თქვენ ვაჟბატონები, ეს აქსიომა. ეს ერთი. ჩავწეროთ რა პრობლემა იყოს, ვის უშლის ხეს. შეიძლება საერთოდ კაცი არ იყოს ოჯახში, ან ქალი არ იყოს ოჯახში. ეგ სხვა თემაა, როცა ოჯახი რომ იქნება სრულყოფილი ოჯახი. განმარტებაზე თუ ლაპარაკობთ, კი ბატონო, ეს არის ქალი და კაცი. ხო და იმის ჯერონ ამ კონსტიტუციაში ვილაპარაკებთ რაღაცებიდან გამომდინარე და იმ კანონმდებლობიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოს. მოდით ბესოს მე მგონია რომ აი აქამდე ლაპარაკი არც ყოფილა, მოთხოვნაც კი არ ყოფილა LGBT. ხო, მაგრამ პრემიერ-მინისტრი მთავრობის ხდომას არ ვიცი, ალბათ LGBT თემას ჰონორარი აქვს მისაღები და ამიტომაც არ აუგია. პრემიერი ხსნის მთავრობის ხდომას დღეს ამ განცხადებით ბესოს უნდა მოусმინოთ, ბესო გისმენთ. ინგა, რა მნიშვნელობა აქვს რითი დაიწყებენ? არის A, B, G, C, D, ხო? ნუ დაიწყეს A-მით, მე გადავლები B-ზე, მე გადავლები. ჩემთვის მისაღები თემაა ჩაწერონ კონსტიტუციაში, რომ ჩვენ არ მოგწონს ქართველებს, რომ კაც და კაც ოჯახი აქვთ შექმნილი. თქვენ მოგწონთ? ჩემ გემოვნებაზე ხო არ არის ადამიანებს აქვთ უფლება იცხოვრონ ისე როგორც ცხოვრობენ. გასაგებია, მაშინ ინგა ძალიან დიდი ბოდიში ზუსტად 30 წამში ჩავეტევი, რასაც ახლა გეტყვი. ეს რა არის? მოდით რა გადავაზუსტებ, რა მე არ ვთვლი რომ სახელმწიფოს აქვს უფლება ვინმეს უკარნახოს მორალი, ვინმეს უკარნახოს სხვა. აბა ვინ უნდა გიკარნახოს თუ არა ოჯახმა და ერთადერთი რასაც არეგულირებს სახელმწიფო, ერთმა ადამიანმა არ მიაყენოს ზიანი მეორე ადამიანს. დანარჩენი ყველაფერი რეგულირდება იმ დოგმით, რომელსაც ადამიანს წამს იქნება ეს რელიგიური
სოციალური დოგმა ხო, აი იგივე ჯვრის წერა ხო, არის დოგმის ფარგლებში თუ ადამიანებს აქვთ წმენა და თუ ადამიანებს უნდათ რომ ეს რაღაც გაიფორმონ, იმ რიტუალის ფარგლებში რომელიც მათ აქვთ ამის უფლება. დანარჩენი მე პირადად არ ვთვლი რომ ვინმე არის ანგარიშვალდებული, თუნდაც ჰეტეროსექსუალური ქორწინება გააფორმოს. მადლობა, ეხა ოთარ აბესაძე მიპროტესტებს რა არისო ესო და ეს ის არის ჩემო ოთარ, რაზეც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და თქვენი პარტიის თავმჯდომარე საუბრობდა და პირობა დადო რომ შეიტანს კონსტიტუცია. ბესო, არა, ბესოსთან მივდივარ მე, ბესო ძალიან დამეჩაგრა, კი? გისმენთ? არა, სულაც არ ვგზნობ დავჩაგრულად თავს, ეხლა უყურებ ამ ყველაფერს და ბოლოს ალბათ გამოვიტან დასკვნა საბოლოო ჯამში ვისი ვიოლინო ვის როიალშია. პატარა ესეთი თემა ფერმერის თაგმა შესჩივლა ფერმერის ცხოველებს. დიახ. ძროხას და ღორს, იცითო მეო ის დამიდესო ბატონმა ფერმერმა სათაგურიო და გეხვეწები დამეხმარეთ რაღაცა ვქნათო. აუ ეგ ჩვენ არ გვეხება, ეგ სათაგურია და შენ უნდა იდარდო სათაგურთან ჩვენ რა შექმნა. ნუ გველი მოყვა შემთხვევით ამ ფერმერის მიერ დაგებულ სათაგურში და გველი გაბრაზდა და წავიდა და ფერმერის მეუღლეს უკბინა. გაბრაზებულმა და შეშფოთებულმა ფერმერმა ადგა და დაიჭირა ძროხა დაკლა რომ თავისი თქვა ცოლი გადაერჩინა. მერე დაკლა ღორი რომ ეს პანაშვიდი გადაეხა და ამ ცოლის და დარჩა ბედნიერად ეს თაგვი. ანუ მორალი რაშია ამ ამბის? იცი რა, ჩვენ თუ არ გვეხება, არნიშნავს იმას რომ ის არასდროს არ შეგვეხება. ძალიან კარგადაც შეგვეხება ის თემა რომელიც აი სანდროს აქვს ბატონს და ანუ თვლით ბესო რომ ეს იყო მნიშვნელოვანი დაპირება რომელიც გასცა ოცნება. ეს ახლა ხო არ დაწყებულა ეს საარჩევნოდ არის ერთ-ერთი ნომერი პირველი რიგის ამოცანა ამის გადაჭრა. პრიორიტეტები დღეს რა თქმა უნდა არის უმუშევრობა. ხალხი არის უმუშევარი. პრიორიტეტი არის ის რომ ახლა სულ 1 საათის უკან ჩემ უბანში, ვაზის უბანში სადაც მე ვცხოვრობ, არ იყო დენი. 2 დღის უკან არ იყო 2 დღის წყა. აი ეს არის პრიორიტეტი, წესით, მაგრამ არის ის, რა საიდანაც მორალიდან უნდა გამოხვიდე, ხო? ის რომ თქვენთვის რა არის უფრო მნიშვნელოვანი? აი როგორც ახლად გაპოლიტიკოსებურისთვის. ისა მე არ ვაპირებ გაპოლიტიკოსობას, კაცობას ვაპირებ ისევ, რასაც ანუ რას ამბობთ რომ ვინც პოლიტიკაშია ის კაცობაზე უარს. არა, მაგას თქვენ ამბობთ. კაცობა რას ნიშნავს უკაცრავად? რას ნიშნავს და თუნდაც იმას რომ ოჯახი ყავს ადამიანს, ოჯახი ყავს ადამიანს, რომელსაც იცავ, როცა ომია ომში მიდიხარ, როცა საჩხუბარია ჩხუბობ შენი ქვეყნისთვის, როცა იცავ შენ შვილს, კბილები თუ დაგჭირდა, როცა იცავ შენს ოჯახს და ასე შემდეგ. ბევრი რაღაცა. ძალიან კარგი, მისასალმი, იმიტომაც დგას ქართლის. კარგი, ბესო, ერთი წუთით მოდით მე ლევანთან გადავდივარ შეკითხვით, მე რეკლამა უნდა გამოვაცხადო და ისევ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. ლევან, ეს ყველაფერი მოგწონ თუ არა, ფაქტია რომ აი ხა ბესო, რომელიც არის ფორუმის კანდიდატი, ფორუმის მიერ დასახელებული კანდიდატი, საუბრობს, რომ ეს არის მისთვისაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა, იმის მიუხედავად, რომ საუბრობს ასევე ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პრობლემებზე. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ თემით რეალურად ქართული ოცნება წაიღებს ძალიან ბევრ ხმას და აიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას? არა, მოდი ვთქვათ, რომ ქართული ოცნება ვერაფერსაც ვერ წაიღებს. ქართული ოცნების ტყუილი 2012 წელს ქართულ საზოგადოებამ ნახა და 2016 წლის 8 ოქტომბერს აუცილებლად გასცემს პასუხს. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ინგა კიდე ერთ წუთით თუ მომეცემა რამდენიმე ფაქტ ჩამოვთვლი, იმიტომ რომ ოთარი საუბრობდა, იქ არ მომეცა საშუალება რომ რამდენიმე ესე ვთქვათ ის კითხვასავით იყო და მე არ მომცა საშუალება რომ ასე ვთქვათ ჩართულიყავი დებატებში. სუსტან დაკავშირებით ახლა ორი ფოტო მოგეცით ხო? აქ მე სპეციალურად წამოღებმა კონკრეტული ფაქტები, რამდენიმე ამოღებული ყოველას ხო ვერ მოყვები. აი იგივე პაატა ბურჭულაძის პარტიის წარმომადგენელი ვანში, რომელზეც განხორციელდა ფიზიკური ძალადობა, რომელსაც ესწრებოდნენ ადგილობრივი გამგებლის მოადგილე, ესე იგი ზაზა ხურციძე, ლაშა გიორგაძე და ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი, ანუ ამ ადამიანის ცემას. ამასთან დაკავშირებით და საჯარო განცხადება გაკეთებულია და წესით გამოძიება უკვე დასრულებულიც უნდა იყოს. ასევე დედოფლის წყაროში პაატა ბურჭულაძის პარტიის წარმომადგენელის, ასე ვთქვათ, დედას, ესე ვთქვათ, გამგებელმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა დაემუქრა სამსახურიდან გათავისუფლება, თუ მისი შვილი არ დატოვებდა პაატა ბურჭულაძის პარტიას. ასევე გურიას ჩოხატაურის რაიონში გურამ ჩალაგაშვილთან შეხვედრის წინ სკოლის დირექტორმა თანამშრომლები ჩაკეტა იმაში, რა ქვია, სკოლაში და არ გამოუშვა. დიახ, სასაცილოა, მაგრამ ესე მოხდა. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობდით 2012 წლამდე. ხო, 2012 წლამდეც, 2012 წლამდეც. ერთით რა, 2012 წლამდეც ხდებოდა ეს, ასე ვთქვათ, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ეხლა ოთო მეუბნება, რომ იცი რა, ეგრე აღარ ხდება, ამდენი აღარ არისო და ეხლა მადლობლები იყავითო, რომ მაგალითად თუ მარტო სკოლაში ჩაკეტა და მაგალითად თავში რამე არ ჩაარტყა რა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე უნდა თქვა კიდე ერთი. მაგალითად ჩვენ რაც ზუსტად დავბრუნდებით. კარგი, თუ მომეცემათ, რომ კიდე რამდენიმე მაქვს. ოთარ ძალიან მოკლედ ნახევარი წუთი. რეკლამას ვაცხადებ და შემდეგ უნდა დავბრუნდე ისევ შეასრულოს, უბრალოდ
უბრალოდ ვცლად მინდა გავცი ამ ყველაფერზე პასუხი და მინდა ბევრად უფრო სერიოზულ რელსებზე გადავიყენოთ ეს საუბარი მნიშვნელოვანი. არა, ჩემთვის ძალიან სერიოზულია. ძალიან როცა ჩემი პარტიის აქტივისტებს აშინებენ, ჩემი პარტიის წარმომადგენლებს დევნიან, სუსის წარმომადგენლები კონკრეტულ სახელ და გვარებს ვამბობ ეხლა და ოთო მეტი რა გავაკეთო. კონკრეტული ფოტოებია, ადამიანი, კონკრეტული ფაქტებია და რა მოდი მე ვაჩუქებ ამ ფოტოებს. კი, აი ეს ფოტოები გადაეცი და იქნება გამოიძიო. მაშინ რეკლამის შემდეგ უნდა დავბრუნდეთ, მაგრამ ეხლა პასუხი უნდა გასცეთ, იმიტომ რომ რეკლამის შემდეგ სანდროსთან და ბესოსთან მაქვს ერთი კონკრეტული კითხვა, ისევ დღის მთავარ თემაზე და მე ეხლა გეტყვით, ის რაც თქვენ მითხარით წეღარო სასაცილოა ეხლა რაზე ვლაპარაკობთო, ანუ რა გადაცემაა ესო. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ თქვენი პარტიის. მე შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ თემა არის მართლაც მნიშვნელოვანი, რომელიც ეხება რამოდენიმე ასეული 1000 ადამიანის ბედს და მის სურვილს, მაგრამ ამის განხილვა ძალიან მრავალმხრივ კონტექსტში და ეს არ შეესაბამება მოცემული დღის წესრიგის პოლიტიკურ სტანდარტს. მე საუბარი მაქვს იმაზე, რომ წინასაარჩევნო პერიოდის დროს ბევრად მნიშვნელოვანია ვისაუბროთ პროგრამებზე, დანაპირებებზე, ეს არის მნიშვნელოვანი თითოეული მოქალაქისთვის და არა ლირიკული შედარებები პოლიტიკურ მწყობში არაპოლიტიკური მიმართულებით. მე ამას ესე ვხედავ, მე მირჩევნია ვილაპარაკოთ პოლიტიკაზე, პოლიტიკურ ველზე და არ ვილაპარაკოთ სხვა მიმართულებით. პოლიტიკა არის ის, რომ ხდება დაუშვათ, როგორც ლევანი ამბობს, ზეწოლა, პოლიტიკა არის პროგრამა და პოლიტიკა არის ამ შემთხვევაში გაკეთებული საქმე, რითიც ელაპარაკები მოსახლეობას და არა ლირიკული და მხატვრული შედარებები პოლიტიკურ ток-შოუში. მე მირჩევნია და ბევრად კომფორტულია ჩემთვის ვილაპარაკოთ პოლიტიკოსებმა პოლიტიკაზე და არა დავუშვათ სხვა მიმართულებით. უკაცრავად, ყველა ვინც აქ ხეთხათ, ყველანი ხართ პოლიტიკაში. მე პირდაპირ შემინდა ვისაუბროთ, კი ბატონო, მაშინ ვისაუბროთ პროგრამაზე, მაჟორიტარმა ისაუბროთ პროგრამაზე, ჩვენ ვისაუბროთ პარტიამ იდეოლოგიაზე ამ შემთხვევაში. რა შუაშია ეს თემა? ეს არის თემა, რომლითაც გაიხსნა თქვენახევრით ადრე არჩევნებამდე მთავრობის ხდომა. ეს არის თემა, როდესაც პრემიერმა გასცა ერთ-ერთი მთავარი დანაპირები, რომ თუ ისინი მოვლენ უმრავლესობით, აუცილებლად მიიღებენ ამ საკონსტიტუციო ცვლილებას. რეკლამის შემდეგ მექნება და სანდროსთან ასეთი შეკითხვა. თქვენ როგორ ფიქრობთ, შეუძლია თუ არა არჩევნებამდე შეეძლო თუ არა უпростоრედ ხელისუფლებას ეს თემა მოეგვარებინა? იგივე პრემიერს აქვს თუ არა ვთქვათ პლებისციტის უფლება, სანდრო, მას შეეძლო თუ არა ეს ყველაფერი განეხორციელებინა თუ უნდათ არჩევნებამდე, მით უმეტეს რომ პარლამენტში მათ ყავდათ უმრავლესობა და არ გაუჭირდებოდათ პლებისციტის ჩატარებაც და რატომ გადასდეს არჩევნების შემდეგ? ანუ ეგ არა აქვს გამარჯვების იმედი და ეს თემა წამოწიეს ამიტომ. რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. TV პირველის ინტერნეტ პარტნიორია MyVideoG. იხილეთ გადაცემის ყველა ვიდეო MyVideoზე. მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი Realty Aulabari შენდება ენერგოეფექტური ბლოკითა და გერმანიიდან ექსკლუზიურად ჩამოტანილი მაღალი ხარისხის მასალით. Realty Aulabari გამწვანება, სპორტული მოედანი, სამსართულიანი სავაჭრო ცენტრი და სამსართულიანი ავტოსადგომი. ხედი ძველ თბილისზე. Realty Aulabari ხარისხი, რომელსაც თვლით რომ იმსახურებთ. 2331100. აჯანაბეთი, გლდანი, ძველი კინო. როცა რაიმე მტკივა, ჭირდება ტკივილგამაყუჩებელი, სწრაფი და ეფექტური. Zoom 25 მოქმედებს სწრაფად და ეფექტურად. მოგიხსნით თავის, კბილის, მენსტრუალურ, კუნთებისა და სახსრების ტკივილს. Zoom 25 ერთი საშუალება ყველა სახის ტკივილისთვის. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. ხშირად რასაც საზღვრებს გარეთ ვეძებთ, შეიძლება აღმოვაჩინოთ სახლში. განიცადეთ ცხოვრება ერთ მოგზაურობაში და გაიცანი საქართველო. თუ
თუ გავიწროვებენ და გდევნიან პოლიტიკური ნიშნით, თუ კი ზღუდავენ თქვენს პოლიტიკურ უფლებას არჩევანის გაკეთებისას, თუ ფლობთ ინფორმაციას საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ, თუ კი ხედავთ ზეწოლას დამკვირვებლებსა და მედიის წარმომადგენლებზე, დავკავშირდით ადამიანის უფლებათა ცენტრის ცხელ ხაზს. ტელეფონი 238 46 48 237 69 50. ადამიანები ტრანსპორტირების საშუალებას მუდამ იცვლიდნენ. ცხენი, ორთქმავალი, ავტომობილი, უცვლელი რჩებოდა საწვავის აუცილებლობა. თივა, ქვანახშირი, ბენზინი, ბრეგოს ავტოგასამართის სადგურები. ის, რაც თქვენს მანქანას დღეს სჭირდება. ვულოცავ ქართულ ხალხს კონკურენტუნარიანი და მშვიდობიანი არჩევნების ჩატარებას. თქვენ ჩაატარეთ ნამდვილი დემოკრატიის ღირსი, კარგად ორგანიზებული არჩევნები. ოჩახ. გვინდა მიულოცოთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სამუშაოს წარმატებით ჩატარება. საარჩევნო ადმინისტრაციამ კენჭისყრის პროცესი პროფესიონალურად წარმართა. CESCO დემოკრატიის სერვისი. მოკლედ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. მე ბოლო შეკითხვა უნდა დავსვა თითოეულ ჩვენ სტუმართან. ვიწყებ ბესო ჩუბინიძით. ბესო, ისე რომ ხელი აღარ შეუშალოთ არავინ. ბესო მაპატიებს. შეიძლება მე ვთქვა ჯერ და მე ბატონო ბესო უფრო ცლად. კარგით, სანდრო, ბძანეთ და დაგემშვიდობებით შემდეგ ბესო. კი ბატონო, სერიოზულ პოლიტიკაზე და თქვა ქართული ოცნების თქვა მონაწილეობაზე ამ სერიოზულ პოლიტიკურ პროცესებში ისაუბროთ ქართული ოცნების წარმომადგენელმა ბატონმა ოთარმა. თუმცა მან თქვა რომ ის არის მზად სერიოზული პოლიტიკაზე სასაუბრო და ჩვენ სად შეგვიძლია ახლა სერიოზულ პოლიტიკაზე რომ ვისაუბროთ, არ აქვს არანაირი გამოცდილება პოლიტიკაში. რაც შეეხება თუ არასერიოზული არის ეს თემა, მაშინ ჩემთვის გასაკვირი არის რომ მართველი პარტიის წევრი, რამდენადაც ვიცი და დიდი იმედი მაქვს ბატონი ოთარი საპარლამენტო სიაში იქნება, რატომ მიდის თავისი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ. მე ჩემთვის ძალიან გასაკვირია, ეს ალბათ თქვენთა პარტიაში გაირკვევა ეგ ამბავი და გაარკვევთ თქვენ. ეხლა რაც შეეხება თვითონ საკითხს. მოდით მე ეხლა ვიტყვი და ამითი დავამთავრებ. მე შემეძლია თქვა ერთი რამე. ყველას იგივე ბატონი პაატაბურჭულაძის პარტიას, იგივე ჩემთვის ძალიან საპატივცემულო ეროვნულ ფორუმს, იგივე ქართულ ოცნებას, რა ვიცი, ყველას აქვს რაღაც თავის პოლიტიკური იდეოლოგია და თავის პოლიტიკური გეზი აღებული და ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ მოგწონდეს ეს, პატივი უნდა ვცეთ მათ პოლიტიკურ იდეოლოგიას. მე მაგალითად, აი უფრო თვალად ჩვენ გვაქვს ეროვნული იდეოლოგია. მაგალითად ევროპაში რომ ავიღოთ მარი ლეპენი, თქვა მისი ეროვნული ფრონტი, ჩვენ წარმოუცხოშორის კონტაქტებიც გვაქვს, წარმოგვიდგენია ჩვენ პოლიტიკურ პარტნიორად და ეს არის ჩვენი პოლიტიკური იდეოლოგია, ზვიად გამსახურდიას მერაბ კოსტავას იდეოლოგია, ვიღაცას აქვს ბურჭულაძის იდეოლოგია, ვიღაცას სააკაშვილის, ვიღაცას ქიბროცაშვილის. რა ვიცი, ეს ყველას გემოვნების ამბავი არის, მაგრამ ჩვენ ვამბობთ ერთ რამეს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა უგუებელყო 9 მილიონი ადამიანის მოთხოვნა. ის წავიდა 9 მილიონი ადამიანის ქართველის წინააღმდეგ, მხოლოდ იმიტომ, რომ მასზე ზეწოლა მოახდინა სოროსის ფონდის წარმომადგენლებმა, იგა ბოკერიამ, ამერიკის საერთო თუ ვინ, ყველა მოახდინა ზეწოლა და ვერ გაუძლო ამ ადამიანმა ზეწოლას და ეს მოსალოდნელიც იყო. ამიტომ იმის გამო, რომ დიდი მადლობა მინდა უთხრა პრემიერ-მინისტრს, რადგანაც მან ადეკვატური შეფასება მისცა პრეზიდენტის ძალიან ცუდ ქმედებას, ჩვენ ალბათ, კი არა, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, საქართველოს პროკურატურაში, მთავარ პროკურატურაში შევიტანთ განცხადებას, რათა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, თავისი უკანონო ქმედებების გამო, საქართველოს ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა ბატონმა მარგველაშვილმა აგოს პასუხი კანონის წინ. და ანონსად დაგიტოვებთ ერთ რამეს. ჩვენც გამოვართ აუცილებლად არჩევნებში და ჩვენი თქვა მაგალითად აი ისე რომ ავიღოთ დამოუკიდებლად თუ საინიციატივო ჯგუფი ეს იქნება ფართო ეროვნული კოალიცია, მაგრამ ვისთან სანდრო მოკლედ სიურპრიზი იქნება ყველასთვის, მაგრამ ერთი რამ გითხრათ, მე გითხარით, იქნება აქ იმ იდეოლოგიის მქონე ადამიანები, რომლებიც აი ქართულად თუ არ ესმით, გითხარით ეროვნული ფრონტი როგორიც არის საფრანგეთში. ამას თავი გავანებოთ. ჩვენ გამოვართ ინიციატივით. ვერ მოვასწრებ სანდრო ძალიან. არა, ორ სიტყვას ვიტყვი. ჩვენ გამოვართ ინიციატივით, რომ მაგალითად გაუქმდეს ანტიდისკრიმინაციული კანონი. აფრიკის და აზიის მოქალაქეებს ამაზე მე ვილაპარაკო, სხვა გადაცემები. ეხლა მე ვთქვი ჩემი სათქმელი.
კალკა ბრძანდებოდეთ ძალიან მეჩქარება და ჩემს პოლიტიკურ ოპონენტებს უტოვებ თემას, რათა მათ იდისკუსიონ ამ თემაზე. არა, სადისკუსიო თემა, სადისკუსიო დრო აღარ. მადლობა სანდრო. დიდასურვეთ პატივისცემას ქალბატონო ინგა კალკა ბრძანდებოდეთ. ნახვამდის და ამ თემებზე უკვე ვისაუბრებთ რა დაპირებებით გამოდიხართ თქვენ და ვისთან ერთად, როცა გააკეთებთ განცხადებას, მე გადავდივარ ბესო ჩუბინიძესთან, ბესო ასევე მოკლედ და უნდა ჩავეტიოთ რაღაცნაირად ჩვენს დროში. თქვენი სათქმელი რა არის? დღეს ქართული ოცნება 4 წლის თავზე სთავაზობს ისეც ხედავთ, ისეთ შეთავაზებებს ამომრჩევლისთვის, რაც მათ გამარჯვებას მოუტანს. ინგა პრიორიტეტებით დავიწყე მე წეგან ჩემი საუბარი და მე მგონია რომ ამ ქვეყანაში არსებობს ბევრი პრიორიტეტი ზოგისთვის, აგერ ის ამბავი რაც სანდრომ თქვა ზოგისთვის, ეკონომიკა ზოგისთვის, მაგრამ მე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვარ, ანუ ჩემი პრიორიტეტი რა არის? მოდი მე ამას გეტყვი. არა, მე თქვენი ხედვა მაინტერესებს წინასაარჩევნო გარემოსთან კონკრეტულად. აბსოლუტურად ხო, აი მაგას გიპასუხებ, თორე ის თემა რომ აი ეს ჰომოსექსუალიზმი და რაღაცა ეს გავლილია უკვე ჯაჯანჯის შოუში ხო არა ვარ, ინგა გრიგოლია შოუში ვარ. უკაცრავად. ჯერ ესეთი რომ ჯაჯანჯის შოუ რა შუაში ესეთი აგდები. იმ შუაში არა. არა და მეორე რა შუაშია დაუშვათ არაპოლიტიკურ შოუსთან შედარება, როცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხსნის მთავრობის ხდომას ამ თემით. პასუხობ. იმ შუაშია რომ ეს თემა არ არის ახალი ჩემოინგა ჩემთვის. ეს თემა არის ძალიან დიდი ხნის წინ დაწყებული და აქამდე მოვიდა. აი ამიტომ არის შუაში ეს ყველაფერი. ანუ ეს არ არის ახალი, რაც პრემიერ-მინისტრმა დღეს თქვა, ის ჩემთვის არ არის ახალი. მე მაგას 1988 წლის ნოემბრის აქციებიდან ვებრძვი იმ თემას, რაზეც ეხლა სანდრო აკეთებს აქცენტს, მაგრამ ამაზე არ არის საუბარი. ის კონკრეტულ ფაქტებს გეუბნები, დენი არ არის, შუქი არ არის. მე მაღალ ფარდოვანი სიტყვებით საუბარი არასდროს არ მიყვარდა, ხალხში ვარ, მეზობლებში ვარ, ჩემს მემწვანე და ჩემს პურის გამყიდველებთან ერთად დავდივარ და ვიცი იქ რა ხდება. მე მინდა მათთან ერთად გავაგრძელო იმის კეთება, რასაც აქამდე ვაკეთებდი. ბრძოლა უკეთესი ჩვენი, ჩემი, შენი ლამაზი შვილისთვის, ჩემი კარგი ბიჭისთვის, რომელსაც რეკლამის დროს დამირეკა და მადლობა გადამიხადა რისთვის არ ვიცი, ჩვენო პარტნიორმა გაიგო და რეალურად აი იმისთვის რომ ჩვენი შვილები იყვნენ კარგად, თორე აი ის წინააღმდეგ შეხვედით ომში, ხელისუფლების წინააღმდეგ? ყველას წინააღმდეგ შევალ ომში, ვინც იცი რა არის ჰომოსექსუალიზმის მიღების კანონი, ერთსქესიათა ქორწინების დაკანონება, ეს ჩემთვის შეურაცხყოფელია. აქ ვიომებ, კი. კარგი, დიდი მადლობა რომ იყავი ჩვენი სტუმარი, ბესო ჩუბინიძე, ალბათ ბევრჯერ იქნება უკვე პოლიტიკური გადაცემების სტუმარი, მათ შორის ჩვენიც. მადლობა ბესო რომ იყავი გადაცემაში. ნინო, ნახევარი წუთი გვაქვს ჩვენ თქვით თქვენი სათქმელი და უკვე სტუდიაში გადმოვალ, ასევე ბოლო სიტყვა უნდა თქვან ჩვენმა სტუმრებმა. რა სიტყვით თქვენ ბოლო სიტყვა ამ გადაცემაში? მე ვიტყვი იმას, რომ ჩვენ არავის წინააღმდეგ არ შევდივართ ომში, ჩვენ გავერთიანდით 4 პარტია იმისთვის, რომ ზუსტად პოზიტიური ცვლილებები მოვიტანოთ. ჩვენ მოვდივართ იმისთვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ საჭმელი, ადამიანებს ჰქონდეთ ტანსაცმელი, ადამიანებს ჰქონდეთ მეტი ფული. აი ის სპეკულაცია, რაც ახლა ხდება, ხო, თუნდაც მთავრობის ხდომის გახსნა რა თემითაც მოხდა, ხო? ეს ხო არ არის, აი რაღაცა სერიოზული თემა, რომელზეც ვიღაცა სერიოზულად ფიქრობს. ადამიანებს არ ეშინიათ ამის სინამდვილეში. სინამდვილეში ადამიანებს ეშინიათ, რომ ხვალ დარჩებიან უმუშევრები. ადამიანებს ეშინიათ, რომ ხვალ ბავშვს ვერ აჭმევენ საჭმელს, ვერ უყიდიან სახელმძღვანელოებს, ვერ წაიყვანეს სკოლაში, ვერ გადაიხდიან რაღაცა გადასახედებს. აი ეს არის რეალური პრობლემები, რომელსაც მთავრობა ისხლიტავს, არ უნდა ამაზე ლაპარაკი და სპეკულირებს რაღაცა თემებით, რომელიც გამომდინარეობს რაღაცა გრძნობებიდან, რაღაცა შიშებიდან, რაღაცა სენტიმენტებიდან. აი ბატონი ბრეგვაძე აბრეხვებდა რაღაცა გვარებს ვიად გამსახურდიაზე აპელირებდა, ხო? ეს არის სუფთა წყლის სპეკულირება, რომელიც მთავრობას ასევე აწყობს იმისთვის, რომ 4 დღე არის ხო დარჩენილი არჩევნებამდე და აი 44 დღეში გადავიტანოთ ყურადღება იმ პრობლემებიდან, რომელიც მართლა აწუხებს ხალხს. მადლობა ნინო. მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი ნინო დარსაველიძეს ვემშვიდობები, გადმოვდივარ სტუდიაში ოთარ გისმენთ ოთარ აბესაძე. მადლობთ, მე მინდა ბოლო სიტყვისთვის დავასრულო ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის და ზოგადად პოლიტიკური ისტაბლიშმენტისთვის მოგესალმებით მთავარი ამოცანა და მოცემულობა რაც არის დღეს საქართველოში. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ხას უსვევ იმ ფაქტს, რომ პრემიერ-მინისტრმა დღეს მთავრობის ხდომა გახსნა.
აღნიშნული განცხადებით, იმიტომ რომ და არის მხარდამჭერი იდეის, იმიტომ რომ ეს არის საქართველოს მოსახლეობის 9 მილიონ ადამიანზე მეტი დადასტურებული, დეკლარირებული ხელმოწერით იდეის მხარდაჭერა. ეს არის მისი პირდაპირი მოვალეობა. რაც შეეხება მეორეს და მთავარს. ვინაიდან ვიმყოფები წინასაარჩევნო პერიოდში, შემდგომ ვეროდ უფრო მნიშვნელოვანია ვილაპარაკო დღეს უკვე ამოცემულობით ამაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქართული ოცნების გუნდმა უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში ის დაკვეთა, რაც იყო მოსახლეობისგან 2012 წელს. ეს იყო დასავლურ პოლიტიკაზე ორიენტირებული საქართველო. ჩვენ გავაფორმეთ დაცოცილების ხელშეკრულება და ბოლოს ფინიშია მისული ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი ევროკავშირთან. ეს არის განათლების ფუნდამენტური რეფორმა. ეს არის ჯანდაცვის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა და ეს არის მთავარი გამოწვევა ეკონომიკა. სწორედ ამ მონაპოვრით მოდი ესე ვიტყვი, ქართული ოცნების მაჟორიტარები და გუნდი დაელაპარაკება ამ მომრჩეველს, დაელაპარაკება მოსახლეობას და დარწმუნებული ვარ ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებაში და ბოლოს. მინდა რომ ძალიან დავასრულო ბოლოს ამ სიტყვებით, რომ დღეს 2016 წელს გიორგი კვირიკაშვილი და ქართული ოცნების გუნდი არის გარანტი იმის, რომ ყველა პოლიტიკური მოთამაშისთვის იქნება ველი და ბაზარი პოლიტიკური ძალიან თავისუფალი და ვერც ერთი ოპონენტი ვერ იტყვის, რომ მათ ეხორციელდება ზეწოლა, შანტაჟი, რაც იყო 2012 წელს ლევან და ბოლოს ეს არჩევნები იქნება სამაგალითო დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში. მადლობა ოთარს, უნდა დავასრულოთ. ძალიან მოკლედ დავასრულებ, რაც შეეხება არჩევნების განმოსა დაკავშირებით, მე უცებ შევახსენებ გარდაბნის და კორცხელის, ასე ვთქვათ, იმ დაპირისპირებას, რაც მოხდა, როცა კი ტემპერატურა აიწედა, როცა კი იგრძნო ხელისუფლებამ, რომ მას პრობლემა იქნება და იქ მოხდა პრობლემა, გასაგებია, რომ იქ ნიღბიანი ადამიანი არ შეუვარდნილა და სპეციალისტი არ ყოფილა, მაგრამ კუნთმაგარი სპორტსმენი ბიჭების ჩხუბი ჩვენ იქ ვნახეთ და ამისგან დაზღვევლებული სამწუხაროდ არ ვართ, იმიტომ რომ ხელისუფლებას არ ქონია ადეკვატური პასუხი ამასთან დაკავშირებით და ის ადამიანი, ვინც ეს ადამიანების ამ ადამიანის მობილიზება გააკეთა, იქ დასჯილი არ გვინახავს. მეორე, რაც მინდა თქვა ეკონომიკური მიმართულებით, როცა ოთარმა თქვა, რომ თურმე მათი პრიორიტეტი არის ეკონომიკური მიმართულებით, ასე ვთქვათ, ქვეყანაში რაღაც წინსვლა, სამწუხაროდ წუხვარ მათი გუნდი, იგივე კობიაშვილი, ჯამარაული, ყაველაშვილი, კალაძე, კარგი ფეხბურთელები არიან, მაგრამ ეჭვი მაქვს იმ ეკონომიკურ პრობლემებს მოუარონ, რა ეკონომიკური პრობლემები ჩვენ გვაქვს, რაც შეეხება პაატა ბურჯულაძის გაერთიანებას, რომელიც რამდენიმე დღის წინ შედგა, ამ გუნდში ნამდვილად არიან პროფესიონალები, განსაკუთრებით ეკონომიკური მიმართულებით, განსაკუთრებით ინოვაციური მიმართულებით, განსაკუთრებით ინოვაციური როგორც კი შეიძლება აჩვენო რომ სწორად საუბრობ ამაზე, მაშინ არ გასაუბრებს. აი ეს არის ოთარშენი პოლიტიკური კულტურა. ეს არის ეკონომიკური რეფორმა თქვენი. სამწუხაროდ ლევან ეკონომიკაში შენზე ოდნავ მეტი გამეგება და შესაბამისად პირდაპირ შემიძლია გითხრა რომ პაატა ბურჯულაძის ეკონომიკური ხედვა რომ ადამიანს 4 წელი უნდა ქონდეს სოციალურად დაუყოვნებლივ. ეს არის მოლოგი ეკონომიკური დადანაშაულებს ხახაბეიშვილი და იქნება სწორი ამ და ჩემს დადანაშაულებაში ვასრულებთ. დიდი მადლობა ლევან, დიდი მადლობა ოთარ. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ეს განცხადება, რაზეც დღეს მთელი ჩვენი გადაცემა ავაგეთ, გაკეთ და სწორედ მთავრობის ხდომაზე ქართული ოცნების თავმჯდომარის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მხრიდან ოთარ აბესაძე, ლევან ხაბეიშვილი, სანდრო ბრეგაძე, ნინო დარსაველიძე და ბესო ჩუბინიძე იყვნენ ჩვენი სტუმრები. ამით უნდა დავასრულო 4 საათიანი დღის ამბები, ერთმანეთს ხვდებით 7-ზე და 7 საათზე ჩვენი სტუმრები იქნებიან მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლის